ჩემთვის ხშირად უთქვამთ ამგვარი რამ ბოლო პერიოდშიც და არა მხოლოდ ბოლო პერიოდში უთქვამთ დაწყნარდი, დამშვიდდი, ნუჩხუბობ, დემონსტრაციებზე, მიტინგებზე, რას დადიხარ, რას აპროტესტებ, მოერგე, მოეშვი, ვერაფერს გახდები. აბა ისინი წინა ხელისუფლება იგულისხმებას ჯობდნენ, რას იბრძვი და ასე შემდეგ. ეხლა მე არ ვაპირებ ყველას უპასუხო, ვინც ამგვარი რამ მითხრა, ან ვინც ამგვარ რამეს ფიქრობს და მე ხვდები, ვისაც არ უთქვამს, ვინ ფიქრობს ასე, ყველას ვერ უპასუხებ, იმიტომ რომ შესაძლოა სხვა სიტყვებიც აქვთ, მაგრამ ხშირად სხვა წინადადებები, სხვა შენიშვნები ბჭყალებში დასაკვირველია. მე უნდა აგიხსნათ, რატომ დგავარ მე იმ მრავალთა შორის, ვინც ახლა არის თბილისის ან საერთოდ ქვეყნის ქუჩებში შეფენილი უკვე 67-68 თუ 70 დღეა. მე უნდა ავხსნა რა ჯანადაბა მინდა ამ ქუჩაში, როცა მაქვს 1-2-3 ქრონიკული დაავადება და არ შეიძლება ჩემი დიდხანს ქუჩაში ყოფნა, ქუჩაში 8 საათის განმავლობაში ვიყავი, ჩემი ჯანმრთელობისთვის არ შეიძლება. რა არ მიბიძგებს იმისაკენ, რომ დავჭე შედარებით თბილ სახლში. მე მინდა პუნქტებით, მე მინდა რომ მე და ჩემმა შვილებმა, ჩემმა ოჯახმა, ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა ქვეყანამ იცხოვროს უკეთ, პირველი ეს ზოგადი სიტყვა. ჰქონდეს უკეთესი განათლება, უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი სოციალური პირობები. ქვეყანა იყოს შეძლებული, ძლიერი, დაცული, უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, მით უმეტეს რომ რუსეთი, აგე ჩვენი მეზობელია და ვერსად ვერ გადავიტანთ, ვერც საკუთარ თავს და ვერც რუსეთს და ის მუდმივად იქნება ჩვენთვის საფრთხე, ვიდრე ყოველ შემთხვევაში არის ამგვარად იმპერიული და ის ამგვარად იმპერიული ჩანს იქნება კიდევ კარგა ხანი. კიდევ ბევრი რამის გამოვდგავარ, ხო? მაგალითად, ვდგავარ იმისთვის, რომ ადამიანი იყოს დაცული, მოქალაქე იყოს უკეთ ან მეტად დაცული, როგორც საზოგადოებაში, მისი სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ისე სამართალდამცავ სტრუქტურებში, მათთან ურთიერთობისას ან საერთოდ მართლმსაჯულებასთან ურთიერთობისას, სასამართლოში ასე მაგალითად მე მინდა, იმიტომ ვდგავარ, რომ ჩვენ ქვეყანას მეც და ჩემს შვილებსაც გქონდეთ უკეთესი სასამართლო და მე ამას მივაღწევ. ან ყოველ შემთხვევაში, არა მივაღწევ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვეცდები, რომ მივაღწევ. მე რა მინდა იცით, აი ვერ გაგიგიათ ამის თქმელებს და მე კი ვჭვრეთ და თქვენ ვერ გაგიგიათ, რომ თქვენი შვილები იყვნენ უსაფრთხოდ. აი ახლა ვისაც გყავთ 5-6-7 წლის, 8 წლის, 10 წლის ბიჭები, ვაჟები, ან შესაძლოა არა ვაჟები და გოგონები, ხო? მათ უმრავლესობას ან გარკვეულ ნაწილს კი ვერ უშველით თქვენ და მე ვდგავარ მათთვის, ვერ უშველით მაშინ, როდესაც ყირიმის მაგალითად, ყირიმის დაცვისთვის ყირიმის გარნიზონი რომ შეიქმნება, ოდეკაბეს წევრი სახელმწიფოებიდან წაასხამენ ამ ოდეკაბეს წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს 18-19-20 წლის ახალგაზრდებს და თქვენ ვერ დაიცავთ, იმიტომ რომ არ გყავთ, ვერ ჩააწყობთ უმაღლეს ხელისუფლებასთან, კობახიძესთან და სხვებთან, ივანიშვილთან და სხვებთან, იმიტომ რომ სული გაგებით არ ვაბობ, უპატრონოები ხართ. მე ვიცავ სწორედ თქვენ შვილებს ახლა ვინც არის 6-7-8 წლის, 2 წლის თუ 14 წლის, რომ მომავალში ამგვარი რამ არ მოხდეს, თუ საქართველოს მოინადირებს რუსეთი და ბიზინა ივანიშვილის ხელით მოინადირებს, ეს დღეც გათენდება. ჩვენ რომელიღაც კავშირში 3+3 ოდეკაბე ესეთე შეგვატრევენ და ამგვარ ორმხრივ ხელშეკრულებას გააფორმებენ საქართველოსთან, რომ ვალდებულება აიღოს საქართველომ, როგორც ბჭყალებში სუვერენობა სახელმწიფომ, რომ მონაწილეობდეს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში. მე ამისაგან ვიცავ არა მხოლოდ საკუთარ შვილებს, არამედ თქვენ შვილებსაც, ეს თქვენ ვერ გაგიგიათ, ამიტომ ეს კითხვა დაწყნარდი, ეს შეძახილი, ეს მოწოდება დაწყნარდი, დამშვიდდი, მოეშვი, რას აპროტესტებ, მაინც ვერაფერს გახდები და ასე შემდეგ, რომც ვერ გავხდე, მე მაინც ვიდგები რუსთაველზე თუ სხვაგან
და ყველაფერს გავაკეთებ, რომ იყოს სამართლიანი სასამართლო, მართლმსაჯულების სისტემა, უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი თავდაცვა, უკეთესი განათლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეხლა მაინც და მაინც პოლიტიკაში რო გადავაგდებთ, მაგრამ მათ შორის გავაკეთებ იმიტომ, რომ მომავალ თაობებს შედარებით გაუიოლდეთ იმის მიღწევა, რაც რაზეც ახლა გავამახვილე ყურადღება. მე მინდა რომ იყოს სამართლიანი არჩევნები, მუდმივად იყოს სამართლიანი არჩევნები. ყალბდებოდა ადრე, მე მინდა რომ არ გაყალბდეს მომავალში, მით უმეტეს არ გაყალბდეს ისე, რომ ძალაუფლების უზურპაცია მოახდინოს რომელიმე ერთმა ცუდმა, კარგმა, იმაზე უკეთესმა, თუ იმაზე უარესმა ძალამ. მე არ მინდა მოკლედ რუსეთი როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკით ამ ქვეყანაში არ მინდა, რუსეთიზაცია არ მინდა, რუსიფიკაცია არ მინდა. მე არ მინდა კიდევ რა იცით, საქართველოს ისტორიას რომ დაწერენ ოდესმე კარის ისტორიკოსები, პირობითად 10-15 წლის შემდეგ, არ მინდა რომ ამოღებული იყოს მაგალითად ქაქუცა ჩოლოყაშვილის 1924 წლის ქაქუცა ჩოლოყაშვილის თავკაცობით 1924 წლის აჯანყება, რასაც რასაკვირველია ამოიღებენ. მე არ მინდა რომ ამოღებული იყოს მაგალითად გალაქტიონ ტაბიძე ან ვაჟა-ფშაველა, ხო? ლიტერატურიდან. მე არ მინდა რომ მათ ნაცვლად იყოს ჩასმული რომელიმე რუსი პოეტის ან წერლის რომელიმე ნაწარმოები და სავალდებულო იყოს. მე არ მინდა რომ მეორე ენად ისწავლებოდეს რუსული, მე მინდა რომ მეორე ენა იყოს რომელიმე ინდოევროპული ენა, მაგალითად რომელიმე ინდოევროპული ენა მინდა რომ იყოს, ხო? და შემიძლია ვილაპარაკო რამდენიმე მიმართულებით ამ თვალსაზრისით. ჩინური იყოს, ხო არა ინდოევროპული, მაგრამ მინდა რომ იყოს მეორე თუ მესამე სავალდებულო სასწავლი ენა და ასე ასწავლია პირველ ყოვლისა უნდა იყოს ინგლისური, გერმანული თუ ფრანგული, ხო? მე არ მინდა გაყალბებული ისტორია და სოფლიო ისტორიის соусში რუსეთის ისტორიის სწავლება საერთოდ ქართულ სკოლაში. მე არ მინდა მე-19 საუკუნის ან მე-20 საუკუნის დაბრუნება. მე არ მინდა რომ რუსეთმა თქვას რომ თქვენი გალობა ეკლესიაში უნდა შეიცვალოს და შეცვლიან კიდეც. მე არ მინდა რომ იყოს მართლმადიდებელ ტაძრებში რუსული წირვა ლოცვა. ეს ყველაფერი მოვა. მე არ მინდა რომ ვიყოთ რამე კოლექტიურ თუ არა კოლექტიურ ორ მხრივ თუნდაც უსაფრთხოების სისტემებში აგერ თქვი კიდეც რუსეთთან ერთად მოკლედ არაფერი არ მინდა. ამიტომ არაფერი არ მინდა რუსული როგორც შიგნით ისე გარეთ. ამიტომ მე ვდგავარ და ჩვენი გაჩერება არის დანაშაულზე მეტი. მე თქვენი შვილებისთვისაც, გარდა იმისა რომ ჩემი შვილებისთვის ვდგავარ, მათთვისაც ვდგავარ ეს რომ ვიცოდეთ და ვერ დავწყდარდები ეს. აქვე ვიტყვი ყველას, ვისაც შეიძლება არ მოთქვამს ჩემთვის, მაგრამ უფიქრია რას გახარ ირაკლი და ჩემზე წინ დგანან ახალგაზრდები, რასაკვირველია, ჩემზე მაგრად დგანან ახალგაზრდები. ეხლა უყურეთ რას აკეთებს ამასაც ვიტყვი ბარემ დანგრევა როდის დაიწყო ამ ქვეყნისა, დაიწყო დიდი ხანია. რუსეთის ფსბ-ს ყოველთვის, მათ შორის სააკაშვილის პირობებშიც ჰქონდა ინტერესები ამ ქვეყანაში. უბრალოდ კრიტიკული რაოდენობა ფსბ-ს აგენტებისა საქართველოს ხელისუფლებაში, განსაკუთრებით ჩემი წარმოდგენით 2012-დან, მაგრამ უფრო 16-დან და უფრო 2022-დან გაჩნდა და აი მანდან დაიწყო. როგორც დაიწყეს, როგორ ნახეთ, ქაოსსაც ქმნიან. ქაოსი არის მაგალითად სამართალდამცავ სტრუქტურაში და საერთოდ მართლმსაჯულების ისტორიაში, სტრუქტურებში და გეტყვით როგორი აი აქციებიდან ჩვენი გამოცდილება კი არა, რეალური ცურათი როგორია. ეს რეჟიმის მილიცია არა, რეჟიმის ბანდა ყოველწამიერად უკლებლი მხველა 1000, 2000, 3000, 5000 თვითონ მილიციელი, კი არა პოლიციელი პროვოცირებას ახდენს მოქალაქეებს, აგინებს, აფურთხებს, შეურაცხყოფას აყენებს, პროვოცირებს, ჩაგრავს, აჩმორებს თუ გდებავთ ესე ვიტყვი. ამის ნათელი დადასტურება არის მაგალითად ვიდეო, რომელსაც ეხლავე წარმოგიდგენთ ბარემ და მერე განვაგრძობ მსჯელობას.
ეს არის ფორმიანი ბანდიტების რუსული სტრატეგია. ოღონდ ეს რუსეთის წარმოგზავნილმა ტრენერებმა, წვრთნელებმა, ტრენერებმა განწვრთნეს ეს საქართველოს ხელისუფლების დე-ფაქტო ხელისუფლების ძალისხმევით და მეცადინეობით და ნებართვით გაწვრთნეს ეს პოლიციელ მილიციელ ბანდიტები. ეხლა უკვე ამის შემდეგ რა ხდება? ნახეთ ცემს, ხო? ნაწილს დემონსტრანტებისა, ვინც შეეპასუხება, შეათხრებენ ხოლმე ავტომობილში და იქაც სცემენ, ასიცხრიანებენ. მერე გადახავთ წინასწარი დაკავების საკანში, იქაც სცემენ, იქაც ძალადობენ და თუ იქაც შეეპასუხებენ, უკვე გიშვებენ მურუსიძის სასამართლოში და სადაც სასამართლოში სამართალს რასაკვირველია ვერ იპოვი, იმიტომ რომ ეს არის ერთი ჯაჭვი, ეს არის ერთი სისტემა. იქ გეტყვის მურუსიძის სასამართლოს კლანის რომელიმე წარმომადგენელი, რომ შენ პოლიციელთან წინააღმდეგობის გამო ხარ დაკავებული და მოგეჭება 2, 3, 4 თუ 7 წელიწადი. აი მზია ამაღლებელიც მაგალითი კარგი მაგალითია და სხვა кейსებიც რასაკვირველი არსებობს. თუ წინააღმდეგობას არ გაუწევ, რაც წარმოუდგენელი ან ძალიან ძნელია თუ გდებავთ კითხვა. ესე გეტყვით, შენ ახარ ნაცემი, შელახული, შეურაცხყოფილი, დაფუთხებული გაქვს, სისხლი გაქვს საკუთარი დალეული და ვინც იციქნებს შარდიც კი, ის ამაზე კაიფობს პოლიციელი და შურნაძიები ხარ შენ მისი მხრიდან, ოღონდ ივსები, სიბოროტით არა, სიძულვილით არა, ვენდეტის სურვილით ივსები და ხდები უფრო აგრესიული ცხადზე-ცხადია. ესეც უნდა სხვათა შორის ამ დე-ფაქტო ხელისუფლებას. არის მეორე კატეგორია, ვინც არ პასუხობს მაგალითად, მაგრამ ძალიან აქტიური კი არის მიტინგებზე, ხო? იმათ გამოათრევენ ხოლმე, წარმოდგენილი ვიდეო არის ერთ-ერთი თვალსაჩინოება და ამგვარი ვიდეოები ბევრია, გამოათრევენ ხოლმე და ძალადობენ, როდესაც იმედის თანამშრომლები მაგალითად ამ პაპუაშვილ-რუს, ან კობახიძე-რუს ეკითხებიან, რომ ვიცით რა, რას ფიქრობთ თქვენ გლობალური ომის პარტიაზე და ესენიც ბოდავენ ამ გლობალური ომის პარტიაზე თუ deep state-ზე. არა, ეს კი არ უნდა კითხოს რაგვარია მაგდანიკაშვილმა მეორე რო ხავთ. ეს ვითომ ჟურნალისტი ჩიხლაძე თუ რაგვარიც არის, ფუტკარაძე. ხო? ეს კი არაბეთ აი ეს კადრი უნდა აჩვენოს, ააფაროს ცხვირში, მძიმე სიტყვა, აჩვენოს პუაშვილს თუ კობახიძეს, აი ამაზე რომ ხარება იგინება, ამაზე რომ ხარება ურტყავს სიხლს, ამაზე რა სიტყვით ეს რამდენად ევროპული საქციელია, ეს უნდა კითხოს, მაგრამ არ კითხავენ, იმიტომ რომ ნახეთ როგორი სისტემაა, ბანდა ფორმიანი, სასამართლო უფორბო, მაგრამ მურუსიძის ანუ კლანის, თავად მედია ამ სისტემის ნაწილი. პოლიტიკოსები, რომლებმაც გადაავსეს პარლამენტი 99 დეპუტატი ყავთ, რომლებიც ამას არ ეწინააღმდეგებიან, ექსპერტებად წოდებულები, მიმომხილველებად წოდებულები, რომლებიც ამ ყველაფერს აპრავენ. და იქმნება და შექმნილია საქართველოში ან საქართველოს გარშემო მდგომარეობა, როდესაც თითქოს ჩიხურია მდგომარეობა, მურუსიძემდე ხომ მიათხრევენ ხოლმე ადამიანებს და მერე იქაც კლავენ, ან ფსიქოლოგიურად კლავენ. ეგრა მაგის პასუხია, ან ფიზიკურადაც კლავენ და აქამდეც არ გვაქვს ჩვენ დიდი დრო დარჩენილი. ამასობაში აი მაგალითად შეიძლება გქონდეს იმედი ეკლესიისა. არ არსებობს ეკლესია. არ არსებობს ეკლესია, იმიტომ რომ საქართველოს ეკლესიაში მომსახურე 90% მღვდელმსახურებისა არის ასევე შეკრული ირიბად პირდაპირ მარცხნიდან მარჯვნიდან, იმიტომ რომ მათზე კადრები არსებობს თუ კრებსები, იმიტომ რომ არ არსებობს, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული კომპრომატები არსებობს, არ არსებობს უკლებლივ ყველა, ან 90% მოდი 95% არის შეკრული. ამიტომ ნუ შენ ეკლესიაშიც ვერ ნახულობ. რაც არ უნდა მიხვიდე ეკლესიაში და რაც არ უნდა სთხოვო, აი, რაც არ უნდა ჩააბარო ახსარება მაღალია, ალბათ რომ ახსარებაც კი გათქმას ის უფლება ცხადია არ აქვს მღვდელმსახურმა. რატომ ძალადობს ერთ მოქალაქეზე, მეორეზე, მეხუთეზე, მერვეზე თუ 58-ზე რეჟიმი? იმიტომ რომ შემდეგი მეორე, შემდეგი მეოთხე, 45, 52 თუ 78 გააჩუბოს. მერე უკვე ერთმა ოჯახის ერთმა წევრმა მეორეს უთხრას, რომ ნუ ღარ წახვალ, იმიტომ რომ შენ შეიძლება პროვოცირება მოგიწყონ და შენ ვერ გაუძლებ ამ პროვოცირებას, დააჭერინებ საკუთარ დაგიჭერენ, შენ თუ გეოთ ესე ვიტყვი, მე უნდა უკაცრავად უსულისთვის პერედაჩებზე ვიარო, აგე ბავშვი გვეზრდება და მოდი იყავი სახში დღეს მაინც. და ასე უნდა ივანიშვილს და მთლიანად რეჟიმს და ამ რუსულ რეჟიმს გალიოს სათითაოდ ეს პროტესტი.
აქამდე უნდა დაენახა 70 დღე იქნება ხვალზე, რომ ვერ გაგვაჩერა, მაგრამ კიდევ უფრო გაასასტიკებს საკუთარ ქმედებებს, სწორედ იმიტომ კიდევ უფრო მეტ რეპრესიას მიმართავს, კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს მიათრევს მრუსიზის სასამართლომდე, კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს იძალადებს ქუჩაში, სასამართლომდე, იზოლატორში, წინასწარი დაკავების მანქანაში თუ სხვაგან, რომ გატყდეს საზოგადოება და მე გავცელდეს შიში, ეს ხდებოდა 30-იან წლებში, უფრო კვეთრად რასაკვირველია, უფრო მძაფრად, ხო? დახრეტად იყო უბრალოდ, ხო? და გადასახლება იყო. ეს ხდებოდა და ასე უნდა რომ გალიოს პროტესტი, რომ მე აი ეს კოლექტიური მდინარაზე იყოს ყველა ერთფეროვანი, არათავისუფალი, რომლებსაც არ უნდათ არც დამოუკიდებელი სასამართლო, არც დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, არც დამოუკიდებელი მედია, არც ძლიერი ეკონომიკა, არაფერი არ უნდათ. აი ამ ბანდიტებს არ უნდათ, იმიტომ რომ ისინი დაზომბებულები არიან, არ უნდათ არაფრის გაკეთება. ნახეთ როგორ ურტყავს, შეხედეთ რატომ ურტყავს აი ეს პოლიციელად წოდებული ბანდიტი იმ მოქალაქეს ხო აკავებს ისედაც, მაგრამ ეს დავალება აქვს მიღებული, რომ ამას ეს კადრი რომ გავცელდება, მე უკვე მე თუ ჩემს მეზობელს, თუ ჩემს მეგობარს შეეშინდეს, აი რატო ვდგავარ ქუჩაში, მე ვპასუხობ ყველას, ჩემს მეგობარს ნაცნობს, არანაცნობს, დათესავს ახლობელს და ასე შემდეგ. მე ვდგავარ იმიტომ, რომ ეს აღიკვეთოს. იყო წარსულში აიხარებამ დაარტყა, ნახეთ, იყო წარსულში ამგვარი რაღაცეები, ის აღიკვეთა 2012 წელს დასრულდა უბრალოდ. ეხლა აღარ უნდა მომხდარიყო, ხო წესი. მოხდა კი არა, გაორმაგებული, გაათმაგებული და გაასმაგებული ამგვარი ქმედებები, აი ეს არის პასუხი ჩემი რატომ გავარ ქუჩაში. ეხლა ეკლესიაზე ორ სიტყვას ვიტყვი, იქაც ვერ პოულობ ნუგეშს და კატასტროფულ მდგომარეობაში არის. ეხლა რა კატასტროფულ მდგომარეობაში ეკლესიას. ეხლა რა მდგომარეობაშია პოლიტიკურად წოდებული სპექტრი. ნახეთ, ესენი არიან სექსუალური მანიაკების პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ სწორედ ამგვარობით უნდა იხსნას ასე მაგალითად კალაძის და ასე მაგალითად კობახიძის მოთხოვნა, რომ მზია ამაღლობელმა და სხვებმა მოიხადონ ბოდიში არ ჰქონდეთ წინანდული. ეს არის სექსუალური ტოლვა ბოდიშის მიმართ და კი ამიტომაც გამოვიტანეთ ეს სლოგანი, მძიმე სლოგანი, შეურაცხყოფელი სლოგანი, მაგრამ ისინი ადგენენ და ამას ამბობენ, თუ გნებავთ ესე ვიტყვი, მოიხადოს ბოდიში მზია ამაღლობელმა და ვინიც ის იქნება მოწყალენიც კი გავხდეთ და რომ არ მოიხადოს. ამ შემთხვევაში მოწყალე არ უნდა ყოფილიყო ხელმწიფე, ანუ ივანიშვილი ხელმწიფედ წოდებული, დამე დააშავა მზია ამაღლობელმა, მან ხომ პოლიციელს არტყა, მაგრამ მას შემდეგ რაც სწორედ ეს პოლიციელი პროვოცირებდა, აფურთხებდა, აკინებდა, შეურაცხყოფდა და ასე შემდეგ. როგორ პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაული არ არის დანაშაული, უფრო მძიმე კი არა, ბევრად 1000-ჯერ ბევრად მძიმე ქმედება არ არის დანაშაული და მზია ამაღლობელის რეაქცია კი დანაშაულია, ისე რომ 7 წლიან მისაჯელი უნდა მოიხადოს მან. ეს არის სექსუალური დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მათ შორის ხსენებული პირებისა. ესენი არიან პირები, რომლებსაც ემართებათ პოლიტიკური ერექცია ბოდიშზე, ეს მე კონტექსტშიც ვქვი და ეხლაც გავიმეორებ, ბოდიშზე ეგრეთ წოდებულ სინანულზე, იმიტომ რომ მოდრიკონ ადამიანები, დააჩმორონ ადამიანები. მერე რომელიღაც ეტაპზე თქვან, რომ აი შეხო ბოდიში გაქვს მოხდილი ვინმესთვის, ხარებასთვის, ჩემთვის, ზოგადად სისტემისთვის და ასე შემდეგ და შენ კი აღარ აგაქვს აი ბოდიშის მომხდელს არ აგაქვს უფლება, რომ დაუპირისპირდე ვინმეს, ან რომელიმე პოლიტიკური თუ სოციალური მოთხოვნები წამოაყენო. ეს ყველაფერი კი რასაკვირველია არის რუსული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. ეს რომ ვიცოდეთ, იმიტომ რომ რუსეთს უნდა სწორედ ეგდოს, ერთ-ერთ ვიდეოში ამბობს, რუსეთს უნდა სწორედ დაჩმორებული საქართველო და დაჩმორებული საზოგადოებით, რომელსაც არ აქვს მომავლის წმენა. ამიტომ გასაკვირველია ძალიან რთული იქნება პროცესი, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ, მაგრამ აბა რა უნდა თქვას პატიოსანმა მოქალაქემ და საკუთარ თავს გავბედავ და ვიტყვი ამგვარად თვლი და ჩემზე პატიოსნება, ჩემზე ძლიერება, ჩემზე კარგება და ასე შემდეგ. რა გზა გვაქვს გარდა დაუსრულებელი ბრძოლისა? დაუსრულებელ ბრძოლას, ან როცა ვიღაც ეტაპზე რომ დასრულდება,
აქვს აზრი სწორედაც რომ და მე გეტყვით რას გულისხმობ. იცით თქვენ რომ აი ამ თბილისი მოვთან თუ სიტი მოვთან არა თბილისი მოვთან შეიკრიბა დაახლოებით 5-7 დემონსტრანტი და დაახლოებით ამდენივე პოლიციელი როგორც აი ეს პოლიციელები ეს მილიციელები ბანდიტები უფრო ზუსტი რომ იყო წელში გაწყდნენ იმდენი გუდიეს და იზალადეს 31-32 მოქალაქე დაიჭირეს და ერთი ამდენს თუ ორი ამდენს გაუსწორდნენ იქ ადგილს. ეხლა მე წარმოიდგინეთ რა უნდა გავაკეთოთ ჩემეული წარმოდგენით. ძალიან რთული საორგანიზებო იქნება ეს, სასაკვირველი რთული გასაკეთებელია, მაგრამ why not? ანუ რატომაც არა და კერძოდ უნდა გავაკეთოთ შემდეგი რა. უხეშად რასაკვირველია. წარმოიდგინეთ 50,000, 60,000, 70,000 კაცი მოქალაქე დემონსტრანტი მოდის კახეთის გზატკეცილიდან ვიდრე აეროპორტის გზამდე ან ავლაბრამდე თუ გნებავთ ესე ვიტყვი ერთად მარშით ძალიან ძნელი იქნება ორგანიზება მაგრამ მაინც ცენტრალურ გზატკეცილს კეტავს და ამდენივე ზუსტად პირობითად 12 საათზე მოდის დასავლეთ საქართველოს და თბილისის მიმართულებით და ეს ჯგუფები ის 70,000 კაცი იქ თუ 100,000 და 50 თუ 70,000 თუ 100,000 კაცი აქეთ აღმოსავლეთისკენ ერთდროულად მაგალითად 12 საათზე დგება და არ იცვრის რომელი 5, 7, 10, 15 ან 20,000 სპეცრაზმელი თუ პოლიციელი თუ ბანდიტი ეყოფა 200,000 კაცთან გამკლავებას არ ეყოფა თუ ამასობაში მანქანების ჩახერგავენ საავტომობილო გზას თუ ამასობაში იქნება რუსთაველზე პარალელური აქცია პირობითად 10,000 კაციანი თუ ამასობაში იქნება ეს მოწოდებები და აი ალაგ-ალაგ რაღაც გაფიცვა საკუთარ ოფისებსთან გამოვიდნენ მოქალაქეები გლდანში თუ თემქაზე თუ დიდუბეში თუ დიღომში თუ საბურთალოზე თუ ვაკეში თუ რუსთაველზე თუ არ ვიცი ორთაჭალაში ხო ეს ყველაფერი ერთდროულად თუ მოხერხდება და ძალიან ძნელი საორგანიზო. მე არავის არ მოვუწოდებ ამის საკეთ. მე უბრალოდ გეუბნებით რომ რა შემთხვევაში ჩამოწყდება, გაიბზარება და ჩამოწყდება რეჟიმი, თუ ჩვენ დავდგებით 3-4 დღის განმავლობაში და ძვრა არ იქნება 70,000-100,000 კაცისა, როგორც აღმოსავლეთიდან, ისე დასავლეთიდან მომავალისა. ავტომობილები ბაიკერების მარში ეს ყველაფერი კიდე დამატებითი ინგრედიენტებია მსახიობების მარში ცალკეული პატარ-პატარა თუ დიდი თუ მსხვილი მარშები და ასე შემდეგ ეს არის ძალიან რთული გასაკეთებელი არავინ კამათობს ამაზე მაგრამ ესენი ანუ ეს რეჟიმი ამ ყველაფერს რო ვერ გაუძლებს ეს ფაქტია ოღონდ აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებიდან წამოვიდეს ინიციატივა პოლიტიკური მოთხოვნების და წამოყენება პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენება უნდა მოხდეს. როგორი უნდა იყოს ეს პოლიტიკური რასაკვირველია პოლიტიკური მოთხოვნა რასაკვირველია 53-ვე პოლიტპატიმრისგან თავისუფლება და კიდე დაემატნენ გუშინ და ეს ამასაც დაახლოებით 80-85 პოლიტპატიმარი. ყველასგან თავისუფლება უპირობო აი აძლევთ 24 საათს ან არც 37 საათს ხო 37 საათში გაუშვით მზია ამაღლობელიდან დაწყებული ნებისმიერი დამთავრებული ყველა გაუშვით საპატიმროებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ესე ვიდგებით და ვერაფერს ვერ დაგვაკლებთ. იმიტომ რაც არ უნდა, ეს არის ოკუპაცია. მოდი ესე ვიტყვი. აეროპორტის გზის თუ ავლაბრის და დიღმიდან შემოსასვლელი აღმაშენებლის ხეივნის თუ არის აღმაშენებლის ძეგლამდე უხეშად ვლაპარაკობ, ოკუპაცია გარკვეული ტერიტორიებისა, კიდე პატარ-პატარა ოკუპაციები ამ სიტყვის კარგი კონოტაციით. გადადგეს ირაკლი კობახიძე უნდა იყოს და მთლიანი მთავრობა უნდა იყოს ერთ-ერთი შემდეგი მოთხოვნა და აი შესაბამისად ჩაინიშნოს უკვე ახალი არჩევნები კრიზისის გათვალისწინებით. რამდენი რას გააკეთებს ახლა სპეცრაზმს ვერთფრენებით ვერ ჩამოუშვებს ამ 70,000 ასეულში აეროპორტის გზაზე და მეორე სპეცრაზმს მეორე ვერთფრენით აღმაშენებლის ხეივანში. რას გააკეთებს სასაკვირველია დაგვარბებს რასაკვირველია მძიმე დაგვიპირისპირდება მოგვაწვება და ასე შემდეგ მაგრამ 70,000 ან 100,000 კაცს აქეთ და 100,000 კაცს იქით რომელიც არ იძვრის მაგრამ გადაადგილდება უკან ხო ალყაში მოგვაქცევს და დაგვასისხლიანებს და გვესვრის ხო ამ შემთხვევაში თუ გვესვრის და ამაზეც წავა სულ სხვა სტადიაზე გადადის ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისათვის და კვლავ ვიმეორებ რატომ დგავარ მე და 20,047 ვარ რატომ დგავარ მე ქუჩაში
66, 67, 70 დღეა. უკეთესი ჯანდაცვისთვის დედაჩემისთვის, უკეთესი განათლებისთვის ჩემი შვილისთვის, უკეთესი სოციალური მდგომარეობისთვის ჩემი სხვა შვილებისთვის, განათლებისთვის და ჯანდაცვისთვის და სოციალური მდგომარეობა. უკეთესი თავდაცვისათვის და მათ შორის უსაფრთხოებისათვის, მათ შორის თქვენი შვილებისათვის. მე არ მინდა რომ ისტორიას, რომელსაც ისწავლის ჩემი უმცირეწლოვანი შვილი დაიწყებს 5-6 წელიწადში, 7 წელიწადში მისწავლას, იქ ეწეროს, რომ იცით, არ ეწეროს, რომ რა საშინელი ხელშეკრულება გააფორმეა რუსეთმა საქართველოსთან, გარსევა ჭავჭავაძემ მოაწერა ხელი, იცით, თქვენ 1793 წელს. ეს უნდა ისწავლებოდეს, რომ საშინელი იყო ხელშეკრულება. უნდა ისწავლებოდეს, რომ საბჭოთა რეჟიმი ჩვენ გხვრეთდა, რომ სტალინი იყო დიქტატორი, რომ 99 წლის 9 აპრილს ჩვენ შევეწინეთ ამ ქვეყანას, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია 90-იანი წლების დასაწყისში და 2008 წელს. ამ ყველაფერს თუ რუსეთს ჩვენ უერთიანდებით ნებისმიერი ფორმით იღებენ ისტორიიდან, ანუ ჩვენ კარგავთ იდენტობას. და მე გეკითხებით ახლა თქვენ უკლებლივ ყველას იმის გამო, რომ ადგენენ კალაზე კობახიძე და სხვები და ესე მოეპრიანად მოხურუშიანდნენ და ბოდიშზე ითხოვენ, ჩვენ ამ ყველაფერს არ უნდა გამუპირისთ და თავი უნდა დავუხაროთ. იმის გამო, რომ ძალა აქვს ვინმე ხარებას, მესმის ხვალვე შეიძლება გამანგრიოს ცემით ამ ხარებამ. რა საკვირველია, მეც და შემნაირი კიდე 1000-ობით ადამიანი მარტო მოგვერევა ლაბის 30 კაცს, ალბათ. ხო? მაგრამ რა? აი ამ გოგოს, რომელსაც ეხლა ხელს ურტყავს, არ უნდა გამოვესარჩლოთ, იმიტომ რომ აი ეს მოძალადე ტიპები ურტყავენ და ძალა აქვთ და ხარებებმა და გომელაურებმა გარყვნეს ეს სისტემა, რომელიც სასაკვირველია ცუდი იყო ხშირად, მაგრამ მისი გამოსწორება იყო აუცილებელი. მე ვდგავარ თქვენი შვილების, მეც ვდგავარ თქვენი შვილების, ჩემი შვილებისთვის, საკუთარი თავისთვის, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი საზოგადოებისთვის, ჩემი სამეგობროსთვის, ჩემი ფართო ოჯახისთვის, მაგრამ მიც მე ამბობთ იმას, რომ რა გინდა, მაინც ვერაფერს ვერ გახდები დაწყნარდი, დამშვიდდი, დაგასისხლიერებენ, დაგიჭერენ და ასე შემდეგ. არა, რომც დამასისხლიანონ, ხო? მაინც უნდა ვიდგე იქ. იმიტომ რომ მე ვითხოვ რას? სამართლიას, სასამართლოს, თავისუფალ მედიას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავისუფალ მედიაზე მე გავაკეთებ უახლოეს დღეებში გვაქვს თუ რა თავისუფალი მედია, რა მედია გარემოა საერთოდ. ხო, გავაკეთებ უახლოეს ხანებში, უახლოეს დღეებში ერთ ვიდეო რგოლს და ბოლოს. თუ ჩვენ ვიქნებით მყარად მტკიცეთ და მივალთ იქამდე, რომ გადავკეტოთ, სრული პარალიზება მოვახდინოთ დედაქალაქისა თუნდაც, თუ რეგიონებიდან შემოგვეშველებიან, მოქალაქეები და შემოგვეშველებიან ისინი და 100,000 კაცი იდგება აღმოსავლეთ საქართველოსთან მომავალ გზაზე და მეორე 100,000 კაცი კი დასავლეთ საქართველოსთან მომავალ გზაზე, ხო? და იქნება პატარ-პატარა მარშები, ცალკეული პროტესტები და ასე შემდეგ, რასაც ვერ გვიზამენ. გავიმარჯვებთ.